და მოვიდა ყავის ნალექის დრო. ეს არის რიგით მეხუთე ყავის ჭიქა, რომელსაც განვიხილავ. და მინდა გითხრათ, ტელეფონის ძველებური ტელეფონი ჩქარობს. სამიანი და დოლარის ნიშანი, რაც ნიშნავს, რომ ესე ტელეფონზე შემოგივათ უცაბედად ინფორმაცია თანხებთან დაკავშირებით, თანხის შემოსავალთან დაკავშირებით დააკვირდით. ეხლა რაც შეეხება შიგნით ნალექში რა ჩანს. ძალიან საინტერესო რაღაცა არის, რომ მამაკაცის ფეხსაცმელი არის, რომლის წვერი, ანუ მიმართული არის გულისკენ, რომელზეც ნოტა არის დაწერილი. ანუ ადამიანი მოდის თქვენთან სიყვარულით, გადმოდგავს ნაბიჯს თქვენსკენ სიყვარულით, ოღონდ უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი არის ან წარსულიდან, ან კარმული პარტნიორი. ეს გაითვალისწინეთ აუცილებლად. საქმე იმაში არის, რომ მის უკანა ესეთი უზარმაზარი ვეფხვის სიმბოლიკა არის, რაც მიანიშნებს იმას, რომ თვითონ თქვენ უკვე ხართ ძალიან გაძლიერებული, ძალიან მამაცი, ძალიან ასე ვთქვათ, რესურსული, ძლიერი და არ შეგეშინეთ წარსული სასიყვარულო გამოცდილების ფიასკოსი, იმედგაცრუების, რადგან უკვე გაქვთ ძალიან დიდი დაცულობა. სამყაროდან თქვენი ტოტემური ენერგიიდან. მამაკაცი, რომელიც მოდის, თვლიანი პორტრეტი ჩანს აქ, არის წვერს ატარებს, მუქი ფერის თვალები აქვს და რაც შეიძლება თქვენც აღიქვათ, ნახეთ როგორი პორტრეტია. ხედავთ ხო? ენერგია თქვენი სიყვარულისკენ მიმართული, რომელიც მიდის, როგორ შეხვდება ამ მომავალ სიყვარულს, რაზეც ვლაპარაკობ, რომელიც მოდის, ნაჩვენები არის, რომ რაღაც იჭერს ამ თქვენს ნაბიჯებს, თქვენს ენერგიას. ნახე, რაღაცა ზღვარი გავლებულია, თითქოს ფსიქიკამ, თქვენმა გულმა, ემოციამ იცის, რომ შეგიძლიათ იმოძრავოთ თავისუფლად, შეგიძლიათ ახვიდეთ მწვერვალზე, მაგრამ რაღაცა არის, რაც გზღუდავთ, რაც ჩარჩოში გსვავთ. თქვენი ცნობიერება არის ძალიან გახსნილი, ძალიან დიდი, მაგრამ რაღაცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი ალბათობით ეს არის წარსულის შიში, გამოცდილების შიში, რომელიც გადასალახი გაქვთ. აი რაღაცა არის კიდე დარჩენილი, რომელიც გადასალახი გაქვთ. ეს მიმანიშნებს ეს ჭიქა, რომ ეს სიყვარული, რომელიც მოდის, ასევე მე როგორც თქვი, არის კარმული და მოითხოვს რაღაცა კარმის დამუშავებას, დასრულებას და გადალახვას. ფეხი, რომელიც გიდგათ, აი ეს მომავალი, რომელიც გითქვას, როგორ თეთრ პეპელაზია. თქვენ სულიერი ზრდა დაწყებული გაქვთ, თქვენ გეუბნებათ სამყარო, რომ მზად ხართ ამ სიყვარულის მისაღებად, მხოლოდ და მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ აი ეს რაღაცა შიშები, მიწიერი შებოჭილეობები გაუშვათ თქვენგან. აუცილებლად ეს უნდა გაუშვათ თქვენგან. კაცის პორტრეტი, რომელიც გითხარით, აი ესეთი წვეროსანი კაცის პორტრეტი და თავზე აი ქუდივით ახურავს ნავის, სადაც შიგნით თვითონვე ზის და ამ ნავზე როგორი ხუთი აწერია. ეს არის, რომ კი, ეს კაცი გიცნობთ თქვენ, მე უკვე ვთქვი, რომ ან წარსული, ან კარმული არის, ორივე შემთხვევაში ცნობიერად ან არაცნობიერად ეს მამაკაცი გიცნობთ თქვენ, აგიქვავთ თქვენ და მასაც აქვს რაღაცა მერყეობა, რაღაცა ნახე, რაღაცა შეფერხებები, გადმოდგას თუ არა ნაბიჯი, მოვიდეს თუ არა, შინაგანად უნდა. აი ქმედება, რეალური ქმედება განახორციელოს თუ არა, ამას ზომავს, წონის და მასში ეს ასე ვთქვათ, სურვილი თქვენ და ახალი გახსნელია. აი ეხლა გააცნობიერა, თორე თქვენ აი ნახეთ როგორი ამ ნავს უკან რა აქვს თქვენი ქალის პორტრეტი ჩარჩოში ჩასმული და სამიანი. ანუ ეს კარმულია, კიდევ ერთხელ მაჩვენებს
გაერთიანებულია გული, ემოცია, არაცნობიერი, ქვეცნობიერი ყველაფერი და მას მთელი ცხოვრება თქვენი ხატება ლანდად დასდევს. ქვევითაც მინიშნება არის რომ კარმულია და წერია ციფრი 20. ძალიან საინტერესოა ეს ენერგია, 20-ის ენერგია და რაზეც ვსაუბრობდი არის ეს, რომ ნახეთ ამ ადამიანს მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში უყვარხართ, ფიქრობს თქვენზე. თქვენ ხართ მისი არა მარტო დიდი სიყვარული, არამედ დაუმთავრებელი, კარმული გაკვეთილი, მაგრამ ამის გათვითცნობიერება, ამის აღქმა მოხდა ახლა და ახლა რაც მასში მიდის ეს არის ბრძოლა იმისა რეალურად გადმოდგას თუ თავის თავში დაიტოვოს ეს გაცნობიერება მხოლოდ აი ეს არის ენერგია 20 რაც წერია აქვს სხვათა შორის ორ ადგილას წერია აქეთაც წერია 20 და პირდაპირ მანიშნებელია იმისა რომ ეს არის კარმა არის დასასრულებელი და გამოიღვიძა ნახეს ჩაყვირა მასში რაღაცა ძალამ გამოაღვიძა და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი ძალიან კარგად გაანალიზა ვინ ხართ თქვენ მისთვის და თითქოს მთელ ცხოვრებას დაკარგულად და სინანულად აღიქვავს თქვენს გარეშე ისე მის პორტრეტს მინდა დაუბრუნდე თუ აი ზედა ნაწილი ესე იკითხება ქვედა ნაწილში ეს არის გულში ამოხეთქილი და განახოთ გულში ამოხეთქილი ვარდი ეს არის ის სიყვარული რომელსაც უკვე ვეღარ იტევს აი აქ ნახეთ რა საოცარი რაღაცა ჩვილი ბავშვი რომელსაც წინ გული აქვს და ქალის პორტრეტი რომელსაც ეს გაყურებს ეს არის ახალდაბადებული სიყვარული ოღონდ წარსულიდან მომავალი წარსულში იყო რაღაც და ეხლა თავიდან იფეთქა ამ ყველაფერმა ამ გრძნობამ და ზუსტად ამ გრძნობიდან გამომდინარე აი ეს წვეროსანი ადამიანი აპირებს რომ გადმოდგას გაახელილი თვალებით სულის თვალებს გულისხმობ გაცნობიერებულად დგავს ნაბიჯს მაგრამ მის წინ არის რაღაც დაბრკოლება მიწერი დაბრკოლება რაც უნდა გადალახოს და თქვენ არ შეგეშინეთ თქვენ ახერ თქვენი სული ვეფხვივით არის ეს არ არის ის ვეფხის პოზა რომ ვინმეს უნდა თავს დაეცეს ვინმეს უნდა ეშინოდეს და მშვიდად არის მაგრამ ნუ შეეხებით ნუ დახუშავებთ ნუ გააბრაზებთ თორე შედეგებზე მე უკვე არ აგებს პასუხს აი ეს არის თქვენი შინაგანი გრძნობა და განწყობა გზა ჩანს გზის პერსპექტივა არის მისი თქვენამდე და ახლა მე მინდა ცოტა არ იყოს აწყოდან წარსულში გადავინაცვლო რა ხდება აქ აი თელ მეორე მხარეს უზარმაზარი მამაკაცის ფიგურა არის რომელიც თითქოს ცეკვით აი შლიაპაც ახურავს ხელი შლიაპაზე აქვს თითქოს აი რაღაცნაირად ტინგიცობს მაიმუნობს ცეკვავს და ისე დგავს ნაბიჯს რომ შეუმჩნეველი იყოს ვიღაცის ან ვიღაცეებისათვის აი ესეთი მოძრაობით დგას ამ ნაბიჯს რომელიც მე აი საკმარისია აი აქ ვიღაცის კონტროლი არის იმის თვალს მიეფაროს რომ მე ოპლა გადმოხტება ნახეთ როგორ მორბის ეს ფიგურა და ძალიან საინტერესოა რომ ამ ფიგურას ანუ საითკენაც მიდის მამაკაცის ანუ ფალოსის ფიგურა არის და ეს მიანიშნებს იმას რომ ძალიან ძლიერი ვნება რაც ისეა ჩართული რომ ვერ შეაჩერებს მიუხედავად ეხლა იმისა რომ ეხლა ნავშიზის წონის ჯერ კიდე რაქნას ხო ვერ შეჩერდება აი ამ ოციანის ფიგურაც მიმავალი მამაკაცი არის რომელიც 20-ზე დგას კარმა არ გააჩერებს ეს კარმა უნდა დასრულდეს დაგვირგვინდეს დამთავრდეს და აუცილებლად გამოაგრძელებს გზას თქვენსკენ ოღონდ თქვენ ახლა კიდევ ერთხელ ამბობ არ შეგეშინდეთ იმ წარსული რაღაცა ნეგატიური ამბებისა იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან დაცული თქვენი შინაგანი ძალით მხოლოდ თქვენი შინაგანი ძალით რა ხდება ამ მამაკაცის ზირს უკან გახსნილი ცნობიერება მისი რომელიც ღმერთმა უქნას თვითონ აი ამასაც გაღვიძებულის ეტაპშია და ვინმე შეეხო შეუშალოს მაშინვე დაკმენს აი ესეთი ენერგეტიკა მოდის და აი ვინც უყურებს და ვინც თვალთვალებს და ვის გამოც უწევს ანუ რას ნიშნავს ეს ცეკვა და ტინგიცობა რომ ახსენე ეს ნიშნავს იმას რომ
თვალთ მაგცობს ამ ორი ადამიანისთვის რაღაცნაირი კონტროლი ამ ორი ადამიანისგან მის მიმართ და ამ ადამიანების მოდი ვიტყვი შიშით პირდაპირ ვერ დგავს ამ ნაბიჯს, ესე გაბედულად ვერ დგავს. თუმცა გადაწყვეტილება აქვს და ისე მალულად დგავს და ეს ორი ადამიანი შეკრული ყავს და ნახე ორი თავი აქვს მარტო უჩანს ტანი აი თლიანად ამ ორი გველის ტანი არის შეერთებული მის ზურგს უკან არის კიდე მზის ენერგეტიკა, მზის სითბო, ეს ისევ და ისევ მიანიშნებს იმას, რომ მისი ცნობიერება არის ძალიან ძალიან გახსნილი. შევაჯამოთ ახლა ეს მთლიანი ჭიქა, რაც ჩანს, აი აქ ნახეთ კიდე ბოქლომი გაღებული, დიდი ბოქლომი გაღებული. შევაჯამოთ ეს, რომ წარსულში იყო რაღაცა, რამაც ჩაკეტა თქვენი სიყვარული, ამას ხელს უშლიდა ორი გველი, ორი ადამიანი, რომელიც ახლა შეკრულია და ვერ მოძრაობს. კი, თავები აქვს შეიძლება ისისინონ, თავები არ არის შეკრული, მაგრამ ვერ მოქმედებენ, შეკრულები არიან. იყო სიჯიუტე, იყო ეგოცენტრულობის გამოვლინება, იყო ინტერესი, რაღაცა აი მე და არა შენ და ამ ყველაფერმა თითქოს დააპაუზა, გააჩერა ან საერთოდ დანაკარგ სიყვარულადაც უფრო სწორი იქნება, რო აღუქათ ეს მოვლენები. რა ხდება ამის შემდეგ? ხდება ცნობიერების გახსნა, ასე ვთქვათ, ოციანი ენერგიის, რაც გაჩვენეთ, გაღვიძება, ხო? რაღაცა შინაგანი დიდი რყევაძვრა, რამაც გააღვიძა ეს პიროვნება, მამაკაცზე მაქვს საუბარი და მიხვდა, რომ კი, სულ ახსოვდით, სულ ახსენდებოდით, მაგრამ ამას ვერ არქმევდა სახელს, ამას ვერ სვავდა თავის ემოციებში. აი, ეხლა იგრძნო ვიხართ თქვენ მისთვის რეალურად და უკვე იწყებს ფიქრს, როგორ მოვიდეს თქვენთან, მოვიდეს თუ არა თქვენთან. ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თქვენ მისი ცხოვრების ქალი ხართ, მაგრამ აქვს რაღაც მიწიერი შიშები, რაღაც რა არის მიწიერი შიშები? ეს არის მატერია, ეს არის ხალხი რა სიტყვის, ეს არის მისაღებია თუ არა, ეს არის ყველაფერი ცნობიერება, რაც დედამიწაზე არსებობს. ამის შიშები აქვს, ამიტომ მერყეობს ძალიან. სიყვარული თავიდან არის, ასე ვთქვათ, აფეთქებული, თითქოს მკვდარი სიყვარული თავიდან არის დაბადებული და ბნება ვეღარ იკავებს, ხო, ამოხეთქელი არის გულიდან. აი ამ ეს ყველაფერი ძალიან მძიმე წარსულად თქვენთანაც არის, თუმცა ეხლა გული ძალიან თეთრი გაქვთ, ნათელი გაქვთ, რაც მთავარია, ნახე მეორეს მხრივ ეს დიდ თეთრ ტახად იკითხება, რომელსაც აი თქვენი, ანუ ქალის პორტრეტი რო არის, როგორც ესე ვთქვათ, მეშოკი ისე უჭირავს და ჩახუტებული ყავს. ეს არის კიდე მამაკაცური ენერგიის სიმბოლო, აი ნახე თქვენი თავი ჩახუტებული ყავს, რომ ეს ჩემია, ანუ გრძნობს, რომ თქვენ მისი ხართ, თქვენ მისი ქალი ხართ, მისი ცხოვრება ხართ, მისი უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ეს დიდ ტკივილად არის ქცეული, იმიტომ რომ რეალობაში ახლა ესე აღარ არის და ესე წავიდეთ თავიდან ისკენას დავიწყეთ, ეს ნაბიჯი იქნება გადმოდგმული მისკენ, იმიტომ რომ ეს სასიყვარულო მელოდია, ანუ ეს ამბავი, ეს მუსიკა დაასრულოს, ეს კარმა არის, რომელიც უნდა დასრულდეს. მე გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, ვისაც სურთ ჩემთან კონსულტაცია, შეუძლიათ დამიკავშირდეს ნომერზე 591333507, რომელიც აქტიურია Viber-ზეც, WhatsApp-ზეც, ან მომწეროს ქართული შრიფტით Facebook გვერდზე რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.